მამუკა ბეილიშვილი დაიბადა 1973 წლის 7 სექტემბერს კასპის რაიონის სოფელ ამისხანაში. სწავლობდა ქალაქ თბილისის 114 საშუალო სკოლაში, ვარჯიშობდა კარატეში, იყო შავი ქამრის მფლობელი. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ხარატად თბილისის ელმავალ-მშენებელ ქარხანაში. 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე მამუკამ როგორც კი გაიგო ნაძალადების სამხედრო შტაბიდან მისი მეგობრები აფხაზეთში მიდიოდნენ საომრად, ოჯახს არ დაემშვიდობა ისე გაიფარა. მხოლოდ მეორე დღეს დაურეკა დედას და უთხრა: სხვანაირად ვერ მოვიქცეოდე. 1992 წლის 1 სექტემბერს ეჩერის მისადგომებდა. მამუკა ბეილიშვილი გმირულად დაიღუპა, რომელმაც ომში ყოფნის ორკვირიანი ბიოგრაფიით დაასრულა თავისი ახალგაზრდობის სიცოცხლე. მას დაკრძალვის მეორე დღე 7 სექტემბერს 19 წელი შეუსრულდებოდა. 2016 წელს თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით ნაძალადების რაიონის ერთ-ერთ უსახელო ქუჩას მამუკა ბეილიშვილის სახელი მიენიჭა. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მამუკა ბეილიშვილს სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი მიენიჭა. მამუკა ბეილიშვილი, გმირების მარადისობა ქვეყნის წარსულში, აწმყოსა და მომავალში.